ტრამპმა ევროპელები ნატოს სამიტზე დაამცირა, წერს ფრანგული გამოცემა ლებუა. ევროპული ქვეყნების ლიდერები ტრამპს დააყბირდნენ, რომ თავდაცვის ხარჯებს გაზრდიან მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე, თუმცა ევროპის არც ერთ სახელმწიფოს დღეს ამის გაკეთება არ შეუძლია. ამერიკის პრეზიდენტი კი არ დაიცავს არავის, ვინც ფულს არ დახარჯავს, წერს გამოცემა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამცირებს ევროპელების როლს, როდესაც ნატოსკენ მდივანთან პირად მიმოწერას აქვეყნებს და მიანიშნებს, რომ ევროპელები თავდაცვის საკითხებით მხოლოდ ვაშინგტონის გამო დაკავდნენ და არა რუსეთის შიშის გამო. ევროპელები ვერ შექმნიან თავდაცვის ერთიან სისტემას, რადგან ერთმანეთს არ ენდობიან. ცენტრალური ევროპის ქვეყნებს ამერიკის აღარ სჯერათ, სამხრეთ ევროპა რუსეთში საფრთხეს ვერ ხედავს. საფრანგეთი ეჭვებს აჩენს პოლიტიკური სიტუაციის და ფინანსების გამო. დიდი ბრიტანეთი კი მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ ამერიკასთან ჭუბი არ უნდა. სავარაუდოდ ევროპას იმედგაცრუება ელის, რადგან ამერიკა ტრამპის მეთაურობით ამჯობინებს იმ მოკავშირეების დაცვას, რომლებსაც საკუთარი თავის დაცვა შეუძლიათ, როგორც მაგალითად ისრაელს და არა იმათ მხარდაჭერას, რომლებსაც გათვლა მლიქვნეობაზე აქვთ, წერს გაზეთი. ფრანგულ მონდში ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნება, რომელიც ეძღვნება უკრაინულ არმიაში ნაცისტების არსებობას, ფრანგული მედიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, წერს სტატიის ავტორი პლატფორმაზე Agora Vox-ი. მისი თქმით, ფრანგული მედია წლობით უგულებყოფდა უკრაინაში ნაციზმის არსებობას და არ სურდა უკრაინის არმიაში ნაცისტური იდეოლოგიის მასობრივი არსებობის აღიარება. ეს მაშინაც კი გრძელდებოდა, როდესაც საფრანგეთში მიმდინარე წვრთნების დროს უკრაინელები სვასტიკის და სხვა ნაცისტური სიმბოლიკის დემონსტრირებას ახდენდნენ. როგორც წესი, მონდი მკაცრად მიჰყვება საფრანგეთის მართველი პარტიის ხაზს და უკრაინული არმიის და მისი დამოკიდებულება ყოველთვის იყო აბსოლუტურად ცხადი. რუსეთი ცუდია, უკრაინა კარგია. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები სეპარატისტები არიან და რომ საჭიროა უკრაინის არმიის ნებისმიერი საშუალებით მხარდაჭერა. წარსულში დასავლური მედიები აცხადებდნენ, რომ უკრაინული არმიის სამხედრო მოსამსახურეები არ ატარებდნენ ნაცისტურ სიმბოლიკას, განსაკუთრებით აზოვის ბრიგადა. რუსული მედია ასეთ ცნებებს ყალბ-ამბებს უწოდებდა, მაგრამ ფრანგული ყოველდღიური გაზეთის სტატია ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საფრანგეთის პოლიტიკურ ხელისუფლებას არ მოსწონს უკრაინული ნაციზმი რუსული პროპაგანდის პროდუქტი არ არის. ესაა რეალობა, რომლის არსებობაც უკვე ფრანგულმა რედაქციამ შეგვატყობინა. უკრაინული არმიის ბირთვის ნამდვილი ნაცისტები შეადგენენ. ელების მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვამ ბლოკირება გაუკეთა 2 ობიექტის შესასვლელს, მაგრამ მიწისქვეშა შენობები არ დაუნგრევია. ამერიკელების შეტევამ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ რამდენიმე თვით დაწია უკან, წერს New York Times-ი, ამერიკის დაზვერვის საიდუმლო ანგარიშზე და წყაროებზე დაყრდნობით. გაზეთის ცნობით შეტევამდე ამერიკული დაზვერვა იუწყებოდა, რომ თუ კი ირანი შეეცდებოდა ბომბის შექმნის დაჩქარებას, ამას დაახლოებით 3 თვე დასჭირდებოდა. ამერიკელების მიერ დაბომბვის და ისრაელის საჰაერო ძალების რამდენიმე დღიანი შეტევის შემდეგ სამხედრო დაზვერვის ანგარიში დათვლილია, რომ პროგრამა 6 თვეზე ნაკლები დროით გადაიდო. ანგარიში ასევე ნათქვამია, რომ გამდიდრებული ურანის მარაგების დიდი ნაწილი შეტევამდე გადააადგილეს. დარტყმებმა კი ცოტა ბირთვული მასალა გაანადგურა. მათი ნაწილი შესაძლოა გადაიტანეს ირანის მხარდაჭერილ საიდუმლო ბირთვულ ობიექტებზე. ზოგიერთმა ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მათ ასევე მიაჩნიათ, რომ ირანს აქვს ურანის გამდიდრების მცირე ზომის საიდუმლო ობიექტი, რომლებიც ააშენეს, რათა ირანის მთავრობას შეძლებოდა თავისი ბირთვული პროგრამის გაგრძელება უფრო მსხვილ ობიექტებზე შეტევის შემთხვევაში. ოფიციალური პირების თქმით, 5-გვერდიანი საიდუმლო ანგარიში მხოლოდ პირველადი შეფასებაა და დანარჩენი დაიწერება მას შემდეგ, რაც დამატებითი ინფორმაცია შეგროვდება და ირანი შეისწავლის 3 ობიექტს ფორდოში, ნათანსსა და ისპაჰანში. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ანგარიშები, რომლებიც ადმინისტრაციის წარმომადგენლებს აჩვენეს, იყო შერეული და რომ დამატებითი შეფასებები ჯერ კიდევ გასაკეთებელია. სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ანგარიში აღნიშნულია, რომ ობიექტები არ დაზიანდა ისე ძლიერად, როგორც ამას ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი იმედოვნებდა და რომ ირანი ინარჩუნებს კონტროლს თითქმის ყველა თავის ბირთვულ მასალაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ კი ის გადაწყვეტს ბირთვული იარაღის შექმნას, ის ამას შეძლებს შედარებით მოკლე ვადაში.
ოფიციალური პირების თქმით, დარტყმებმა სერიოზულად დააზიანა Ford-ოს ელექტროსისტემა, რომელიც გათავსებულია მთის სიღრმეში. მისი შეტევისგან დასაცავად გაურკვეველია რა დრო დასჭირდება ირანს იმისთვის, რომ აღადგინოს წვდომა მიწისქვეშა შენობებზე. შემდეგ კი გაარემონტოს ელექტროსისტემები და დაამონტაჟოს გადატანილი აღჭურვილობა. ამერიკის სადაზვერვო სამსახურმა ასევე დაასკვნეს დარტყმების განხორციელებამდე, რომ ირანს არ ჰქონდა გადაწყვეტილი ბირთვული იარაღის შექმნა, მაგრამ ჰქონდა გამდიდრებული ურანის საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ დადებითი გადაწყვეტილებების შემთხვევაში ის ამას შედარებით სწრაფად გააკეთებდა. ამ ანგარიში გაკეთებული დასკვნები აჩვენებს, რომ პრეზიდენტი ტრამპის განცხადება თითქოს ირანის ბირთვული ობიექტები განადგურდა გადაჭარბებულია. სულ ცოტა ზიანის თავდაპირველი შეფასების მიხედვით, კონგრესი ინფორმირებული უნდა ყოფილიყო დარტყმების შესახებ სამშაბათს, ხოლო კანონმდებლებს უნდა ეკითხათ შეფასების შედეგებზე, მაგრამ სესია გადაიდო. ირანი არ იტყვის უარს ბირთვულ პროგრამაზე, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ ალ-არაბი ალ-ჯაადიდან ინტერვიუში. მან აღნიშნა, რომ ისრაელის და ამერიკის შეტევებმა მხოლოდ განამტკიცა მათი ნება. ჩვენ უზარმაზარი ძალისხმევა გავიღეთ იმისთვის, რომ ტექნოლოგიებზე წვდომა მიგვეღო და ამ მიზნებისთვის ჩვენი მეცნიერები უზარმაზარ სხვერპლზე წავიდნენ. სიცოცხლეც კი გაიღეს. ჩვენი ხალხი ამის გამო სანქციების ქვეშ მოექცა და ამ პრობლემების გამო ჩვენს ქვეყანას ომიც კი მოახვიეს თავზე. ირანში ამ ტექნოლოგიაზე უარს არავინ იტყვის. ირანის ბირთვული პროგრამა იყო გამჭვირვალე და მას აკვირდებოდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, განაცხადა არაქჩიმ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ცეცხლის ამჟამინდელი შეწყვეტის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა აგრესორი იმის რეალიზებას და დაცვას, რაც შემოგთავაზა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ისრაელმა შეიძლება გამოიყენოს ცეცხლის შეწყვეტა როგორც მძევალი საკუთარი პრობლემების გადაწყვეტისთვის. კით კელოგმა დაწერა, რომ კმაყოფილია ბელარუსის პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრით. მადლობა ჯეისონ მილერს, მთლიანობაში გამოვიდა შესანიშნავი გუნდური მუშაობა. ჩვენი დელეგაცია შეხვდა ბელარუსის ლიდერ ლუკაშენკოს და მის გუნდს. ჯონ კოული სათავეში ჩაუდგა ამერიკას და ბელარუსს შორის ორმხრივი ურთიერთობის განხილვას, რასაც მოყვა 14 პოლიტპატიმრის გათავისუფლება, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ისხდნენ ციხეში და იყვნენ 6 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის იაპონიიდან და პოლონეთიდან. მე განვიხილე რუსეთ-უკრაინის ომი და ის თუ როგორ ცდილობს ტრამპი ომის შეჩერებას და მკვლელობების შეწყვეტას. პრეზიდენტი ტრამპი განაგრძობს მშვიდობის მხარდაჭერას ძალის გზით, განაცხადა ტრამპის თანაშემწემ უკრაინის და რუსეთის საკითხებში კით კელოგმა. ურსულა ფონ დერ ლაიენს ფაიზერის საქმეზე უნდობლობის ვოტუმის გამოცხადება ემუქრება. ევროკომისიის პრეზიდენტს უნდობლობის ვოტუმი ემუქრება სკანდალის გამო, რომელიც COVID-19 პანდემიას უკავშირდება და რომელმაც მისი მეორე ვადით არჩევა შესაძლოა ეჭქვეშ დააყენოს. ევროპარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები ამტკიცებენ, რომ შეაგროვეს საკმარისი მხარდაჭერა იმისთვის, რომ წარადგინონ რეზოლუცია ევროკომისიის მეთაურის გადადგომის მოთხოვნით, რადგან ევროკავშირის სასამართლომ მიიჩნია, რომ ფონ დერ ლაიენი არასათანადოდ მოეპყრა პირადი შეტყობინებების მიმოწერაში, რომელსაც ჰქონდა ფარმაცევტული კომპანია ფაიზერის გენერალურ დირექტორთან. COVID-19 პანდემიის დროს ევროკომისიის მეთაური მართავდა მოლაპარაკებებს ფაიზერის ხელმძღვანელთან ევროპაში ვაქცინის მიწოდებაზე, მათ შორის SMS მიმოწერითაც. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ამ კომპანიის ვაქცინამ პირველმა მიიღო მოწონება ევროკავშირის და ფაიზერთან გაფორმდა 18 მილიარდი ევროს ღირებულების კონტრაქტები. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ირანმა შეატყობინა მას, რომ მიიღო შესაბამისი ზომები გამდიდრებული ურანის საკუთარი მარაგების დასაცავად. გარდა ამისა, გროსიმ აღნიშნა, რომ ირანს აქვს ბირთვული ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუ და საწარმოო პოტენციალი და ამის უარყოფა შეუძლებელია.